მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში გესაუბრებით Discord-ის შესახებ, თუ ზოგადად რას ნიშნავს და რისთვის ვიყენებ. ძალიან ბევრი ქართული Discord სერვერი არსებობს და ზუსტად ამისთვის არსებობს Discord-ი, რომ გადახვიდეთ და ნახოთ ქართული სერვერები. შეგიძლიათ შეარჩიოთ თუ როგორი სტაფი ყავთ, ვინ არის ადმინისტრაციაში, რამდენად აქტიურია სერვერი. ასევე გვაქვს მემბერების რაოდენობაც და თუ რამდენი ადამიანი არის ონლაინ ამ სერვერზე და ვისთან შეგიძლიათ რომ ისაუბროთ, ასევე ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაცია და როლები შესახებ, რომელიც სერვერს გამოარჩევს სხვა სერვერებისგან რა. დეველოპერების სერვერი არის ჩემი community და შეგიძლიათ შემოხვიდეთ ასე მარტივად. პირველ რიგში, როდესაც სერვერზე შევდივართ, ხდება ხოლმე ასეთი გამოკითხვა რა, რაც სერვერებს გამოარჩევს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ როდესაც შედიხართ, გისვათ კითხვებს და გაძლევთ შესაძლებლობებს რა დამატებით. თუ ხართ დამწყები, შეგიძლიათ მიუთითოთ. ნუ იდეაში ეს კითხვა, რასაც გეუბნება, არის თუ არა თქვენთვის საინტერესო სერვერი რა. ან უბრალოდ დაინტრიგდეს თუ რა ხდება სერვერზე რა. Following question-ი მოყვება, ანუ კითხვიდან გამომდინარე, გადავდივართ შემდეგზე, რომ თუ რა არის მიზანი რა. ვისაც არ აინტერესებს, შეუძლია პირველი აირჩიოს და მაგასაც გავიგებთ, რომ ადამიანს შეიძლება პროგრამირება არ აინტერესებდეს და უბრალოდ დროის გასაყვანად უნდა საუბარი ხალხთან რა. შეიძლება ვიღაცას მხოლოდ გეიმინგი აინტერესებდეს. ან კიდეც შეილსაუბრები ღამით რა. მოდი გავწევ კამერას და უფრო კარგად გაჩვენებ პროგრამირების ენა, ფრონტენდი, ბექენდი, WordPress-ი, DL-ი, რომელიც ასევე ძრავია, WordPress-იც ძრავია, დიზაინი იცით. Dark-City არის special role-ი, რომელიც ჩემ სერვერს სხვა სერვერებისგან გამოარჩევს და დამატებით პრივილეგიებს აძლევს members. ასევე elite supporter-ი და subscriber-ი, ნუ კი იცით, ვინც YouTube-ზე ყავართ გამოწერილი, შეგიძლიათ subscriber-ის როლი მიიღოთ და ჩავთვლი, რომ ჩემს კონტენტს იცნობთ და ახლოს ხართ ჩემთან რა. სერვერსაც აქვს თავისი წესები, ქართული შრიფტით უნდა წეროთ მაგალითად როგორი სიტყვაც არის მოკლედ. შემიძლია მე ეს ბჭყალებიანად გამოვიტანო edit-ში რა. ტრაკი. პირველ რიგში, როდესაც დაჯოინდებით, გადაყავხართ update-ებში, სადაც არის ყველა ის განახლება, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში დაგროვდა და ყველაფერს გაიგებთ, რაც თქვენამდე იყო მომხდარი, რომ ასევე თუ დააკვირდებოდით ერთ-ერთმა ჩემმა ბოტმა მოგწერა, რომ აი მაგალითად ერთ-ერთს თუ დააწვევი, გადაგიყვანს შესაბამის channel-ში რა. პროგრამირების კურსებს თუ დააწვევი, პირდაპირ კურსების channel-ში მოხვდები და შეგიძლია პირდაპირ გაეცნო რა. ან მარტივი ნავიგაციისთვის, ასევე ჩვენს პროექტებსაც გაცნობს, ასევე ჩემი nickname-ი ნუ ყველგან ამ nicknames ვიყენებ. ყველგან ამ nicknames ვიყენებ. შეიძლება ბევრს აინტერესებდეს torrent რესურსები, ასევე წიგნები. გირჩევთ, რომ შეხვიდეთ source-ების channel-ში რა. აქ ნახავთ ბევრ რეკომენდირებულ წიგნებს, ანუ უამრავი მასალა არის რა. დიზაინები არის, ამოცანები არის. თუ გქონია რომელიმე პროგრამირების ენასთან შეხება, შეგიძლია გადახვიდე level up-ში და შეგიძლია level up-ში ამოხსნა ამოცანები და მიიღო შესაბამისი წოდებები რა. გვაქვს ასევე discussion-ის channel-ი, სადაც ძირითადად იდეებს წერთ ხოლმე და მე განვიხილავთ, რომ მე პროექტები გავაკეთოთ და არის სხვადასხვა ტიპის როლები ლაიქების მიხედვით, არის ჭკვიანის როლი, არის ბრძენის და ღმერთის როლი რა. როგორც ყველა სხვა Discord სერვერებს, ჩვენს გვაქვს trash content-ი, რომელზეც თუ მაიმუნობა გინდათ, გართობა გინდათ, საცილო რაღაცების აგზავნა გინდათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ trash bin-ში და დაწეროთ მიმები, ვიდეოების მიერ რაღაც შეგიძლიათ დადოთ trash bin-ში რა. ძირითადად trash content-ი გვაქვს ხოლმე ამ channel-ში. თუ გაიჭედები და გექნება პრობლემები კოდში ან პროექტში, შეგიძლიათ გადახვიდეთ CodeFix-ში და დაწეროთ ხოლმე debugging-ისთვის საჭირო ამოცანები, ან უბრალოდ გაუზიაროთ სხვებს თქვენი ნაშრომი ნაწვალები და შემდგომ თუ ბაგები გექნებათ ისეთი, რომ სასაცილოა, შეგიძლიათ მაგაზეც იღადაოთ კიდევაც CodeFix-ში. თუ იმეს გაინტერესებთ გამზადებული რესურსები gaming-ისთვის, ან editing-ისთვის, ან უბრალოდ brush-ებს ეძებთ, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ მონტაჟისას, ნახავთ უამრავ რესურსს. პროექტებში აქ არის ჩვენი ერთ-ერთი მემბერის სტარტაპი ან პორტფოლიო პროექტი რა, რომელთანაც შეგიძლიათ უბრალოდ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა და მათთან შექმნათ რაიმე საინტერესო. არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებთ სიახლეები პროგრამირებაში. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ და გადახედოთ ყოველდღიურ კონტენტს. ეს ყველაფერი შეუძლია Cogman-ის bot-ს. გვაქვს Mr. Mystics-ი, რომელიც ძირითადად update-ებს როცა ვაკეთებთ ხოლმე ამ update-ების დადებაში ვიყენებ და ასევე შეუძლია რომ ცენზურა გააკონტროლოს და დაიცოს მთლიანი სერვერი რა. ყავს ასევე კაქტუსი, რომელიც ივენთების მოხდვაში გვეხმარება ხოლმე. ესეც ჩემი აწყობილი ბოტია და თუ რომელიმე მოგეწონება, აუცილებლად შემოდი Discord-ში და მომწერე ამ ბოტების შესახებ, თუ რაიმე იდეა გექნება გაუმჯობესებისათვის რა. უფრო დეტალურად კიდევ თუ გაინტერესებს, შეგიძლია update-ში გადახვიდე და ისტორიას
გადახედო თუ როგორ განვითარდა და საიდან შეიქმნა ან სახელები რა შუაში არის რა. მოდი პატარა შეჯამება გავაკეთოთ, გავადიდებ ჩემს კამერასაც და გეტყვით ესეთ რაღაცას რა. ამ სერვერზე გვაქვს თავისუფლება რა. ყველა შემოსულ ადამიანს ვებყრობით გულით და თითოეული ადამიანის აზრი გვაინტერესებთ, გვინდა რომ ჯერ პირველ რიგში გავიცნოთ ახალი მემბერები, ისე უყურადღებოდ არავის არ ვტოვებთ. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ თუ სერვერზე შემოხვალთ და მოგინდებათ საუბარი, უბრალოდ შემოდით, სიტყვაზე ვითამაშოთ, ან რაიმე ვაკეთოთ ონლაინ, ან თუნდაც საინტერესო თემები განვიხილოთ, აუცილებლად შემოდით Discord-ში რა. დაახლოებით ეხლა ვართ 5000 ადამიანი არის ჩვენს სერვერზე. თუ ხართ არხის ხშირი მაყურებელი და გაინტერესებთ პროგრამირების კონტენტი, ან გინდათ რომ უბრალოდ მხარი დაუჭიროთ და გახდეთ გენერალური მხარდამჭერი, შეგიძლიათ აიღოთ მხარდამჭერის როლი, რომელიც Discord-ზეც მოგეცემათ და მიიღებთ დამატებით რესურსებს და ინფორმაციებს, ასევე შეიცავს VIP როლსაც, რომელიც გამოგადგება სტრიმების დროს, მაგალითად ჩვენ სტრიმავთ UFC-ს და სხვადასხვა სპორტის სტრიმებს. ასევე გვაქვს Dark City, რომელიც დამატებით, ასე ვთქვათ, შავ რესურსებზე მოგცემთ წვდომას, მოსწავლის როლი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ინდივიდუალურად მიიღოთ გაკვეთილები რა. ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე დარჩით, აუცილებლად შემოგვიერთდით Discord-ში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.